მაქსიმ გორკის ფსკერზე ის გამორჩეული პიესაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დადგეს სხვადასხვა დროს. ფილოსოფიური დრამა უიმედობასა და პესიმიზმზე ქართული თეატრის სცენაზე პირველად გუშინ გათამაშდა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა 3 საათიანი სპექტაკლი 2 კვირაში დადგა. შესაბამისად, კულისებში დიდი ფორიაქი იყო, სცენაზე კი ტრიუმფი. საპრემიერო ემოციებს ჩვენი კორესპონდენტი მაიკო ჭაფუძე გაგიზიარებთ. იცას არ უშვებდა მაყურებელი სცენიდან მუსიკისა და დრამის თეატრის სამსახიობო ანსამბლს. გუშინდელი სპექტაკლის ტრიუმფატორები 4-ჯერ გამოიხმეს ოვაციების გასამართად. რეჟისორმა დავით დოიაშვილმა დაბადების დღე პრემიერით აღნიშნა. წარმოდგენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში ხშირად იდგმება, გუშინ ქართველი მაყურებლისთვისაც გათამაშდა. ემართებათ ადამიანებს, როდესაც ცხოვრების ფსკერზე ეშვებიან, კარგავენ სინდისს, ავიწყდებათ საკუთარი როლი ცხოვრებაში და დროებით ჩვებას ალკოჰოლში პოულობენ. პრობლემები, რომლებიც კაცობრიობას ოდითგანვე სდევს თან, გუშინ დავით დოიაშვილმა გააცოცხლა სცენაზე. მოქმედება თავშესაფარში ვითარდება. იქ, სადაც მეპატრონე ძალაუფლების მოყვარულ ამპარტავან ცოლთან ერთად ცხოვრობს. მათ გარშემო კი არიან უფულო, უიმედო ადამიანები. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიითა და წარსულით, თუმცა საერთო აწმყოთი და უნუგეშო მომავლით. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ რწმენა, არ სჯერათ, რომ მათ ცხოვრებაში შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ურჩევნიათ არ იფიქრონ ცხოვრებაზე, რაც შეიძლება კარგად მოიტყუონ თავი და დაემალონ რეალობას. მაშინ, როდესაც თავშესაფრის მაცხოვრებლების ყოველდღიურობაა აზარტული თამაშები, ალკოჰოლი და ლაზღანდარობა, უეცრად ჩნდება ბებერი მოგზაური, ადამიანი, რომელიც ეძებს სიკეთეს და ცდილობს მის მეზობლებს თვალი აუხილოს. ეს დაბერდა სიკეთის ძიებაში და ეს ბოლო უბიწო მიწა იყო, სადაც მიხვდა, რომ დედამიწაზე მაინც ბოროტება ზეიმობს და ძლიერია. და სადაც აი მსახიობს იმ პერსონაჟს ჩაახედა სარკეში რა გინდა იცოცხლე, გინდა მიიცოცხლე. ცხოვრების სარკეში თითქმის ყველა გმირმა ჩაიხედა. მსახიობმა, რომელმაც ჩვება ვერსად ნახა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავშესაფრის მეპატრონე საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ ღალატობდა ცოლი ქურდის ბიჭვასკასთან. უსუსურმა და დამცირებულმა მეუღლეს, რომ ვერაფერი უთხრა ცოლის და გააუპატიურა. მოგზაური თავის გზას გაუდგა. მეპატრონეები გაგიჟდნენ, დანარჩენები კი galotდნენ. ძალიან რთული იყო, მით უმეტეს იმ ემოციამდე მისვლა, სადამდეც მიდის თვითონ დრამატურგიას, რეჟისურას და ასე შემდეგ. ძალიან რთულია ამ გრადუსამდე ასვლა და თუ ეს შევძელით, მაშინ კარგად. ყველა შევიკარით და ყველას თავის ჩვენი სათქმელი გქონდა, იმიტომ რომ სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ფსკერზე ვართ ყველა. სცენაზე მიწა ეყარა და ხის დიდი კონსტრუქცია იდგა. რეკვიზიტად გამოიყენებოდა რკინის ჭურჭელი. სპექტაკლის მსვლელობისას ხან წვიმდა, ხანაც თოვლი მოდიოდა. ნიკოლოზ რაჭველის ვირტუოზული მუსიკა კი მსახიობების თამაშთან ერთად კიდევ უფრო ამაღლებულსა და დამაფიქრებელს ხდიდა სპექტაკლში დასმულ საკითხებს. როგორი კონცეფცია, როგორი ესე დეკორაცია, ატმოსფერო, თვითონ ეს მიწა, ეს რაღაცა ცოცხალი, ეს რაღაცა სტიქია, რომელიც ჩართულია მთელ ამ პროცესში და ჩვენს პირბადეები გვეკეთა, ხო? თითქოს ჩვენს თანამონაწილეები ვიყავით აი ამ ფსკერის. რთული ესაა, ბუნებრივია, ცოტათი პრინციპში რაღაცნაირად პათეტიკურიც და მაგრამ ძალიან ბევრი მძიმე აქტუალური ასოციაცია შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს. ასე რომ ძალიან მაგარი ნამუშევარია. კონტაქტი მაყურებელსა და მსახიობებს შორის ნამდვილად შედგა. მონუსხული დარბაზი 3 საათის განმავლობაში ადევნებდა თვალყურ სპექტაკლის განვითარებას და კულმინაციას ელოდა. საპრემიერო ხარვეზები მხოლოდ რეჟისორმა შეამჩნია. მსახიობებს თამაში და თავდადება შეუქო. ამ სპექტაკლით კი მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ მე მგონია, რომ თუ დავსვათ სწორ დიაგნოზს, მკურნალობა შეიძლება. მე მგონია, რომ ვართ ფსკერზე.
შეგვიძლია რომ ვიმკურნალოთ. ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებული წარმოდგენაა, ძალიან დასაფიქრებელი და ისეთი რომელიც ძალიან ხდება გულზე. მაქსიმ გორკის პიესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ჭეშმარიტებისა და სიცრუის დაპირისპირება. დრამატურგი სასტიკი რეალისტურობით ასახავს ცხოვრების ფსკერზე დაშვებულ ადამიანთა არსებობის სიმდაბლესა და უიმედობას. სწორედ პიესაში დასმული კითხვები და პრობლემატიკა გახდა საბაბი იმისა, რომ ნაწარმოების თეატრალიზირება აკრძალული იყო. მხოლოდ 1902 წლის 18 დეკემბერს მოსკოვის სამხატვრო თეატრმა მოიპოვა მისი დათმის უფლება და დღემდე დიდი წარმატებით ითქმება თითქმის მთელს მსოფლიოში. ფსკერზე გუშინ თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იხილა ქართველმა მაყურებელმა. წარმოდგენა 11-ში კვლავ გათამაშდება. თბილისის რიგით მე-6 საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კი დღეს დაიხურება.